29 წლის ქართველი ფეხბურთელი ზურაბ გელაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაიღუპა. შემთხვევა ბორჯომში 22 აგვისტოს ღამის პირველ საათზე მოხდა. ერთმანეთს ტოიოტას მარკის ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახნენ, რის შედეგადაც ორი ადამიანი გარდაიცვალა. ზურაბ გელაშვილი სხვადასხვა დროს ქუთაისის ტორპედოში, ზესტაფონში, რუსთავის მეტალურგში, გურიაში, მეშახტესა და ზუგდიდში თამაშობდა. მას ასევე ნათამაშები აქვს საქართველოს 17 წლამდელთა და 19 წლამდელთა ასაკობრივ ნაკრებში. ხვიჩა კვარაცხელია ანჯერის წინააღმდეგ მატჩს გამოტოვებს. საფრანგეთის ლიგა 1-ის მეორე ტურის შეხვედრა თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. დღეს PSG-მ სათამაშო განაცხადი გამოაქვეყნა, სადაც ხვიჩა კვარაცხელი არ არის. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ქართველ გარემარბს კუნთის დისკომფორტი აქვს, რის გამოც კლუბმა მისი დასვენება გადაწყვიტა. პროფესიონალურ ფეხბურთელთა ასოციაციამ ინგლისური პრემიერ ლიგის 2024-25 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად მოჰამედ სალაჰი დაასახელა. ეგვიპტელი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ეს ტიტული სამჯერ მოიგო. 2024-25 წლის სეზონში მოჰამედ სალაჰმა პრემიერ ლიგაში 38 მატჩი ჩაატარა, 29 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა შეასრულა. რუსეთის თასის შეხვედრაში მატჩის საუკეთესო მოთამაშეს სიმინდით დააჯილდოვეს. განსაკუთრებული საჩუქარი კლუბ არწანახის მცველს არსენი აბაზალოვს შეხვდა, რომელიც თავის კლუბს პაბედას წინააღმდეგ მინიმალური ანგარიშით გამარჯვებაში დაეხმარა.